მე ამ წუთას ან რომ გავბრაზდე ან დავისტრესე ან რაღაცნაირად ვერ ვარ ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ ასეთი ფრაზები რომ რაღაც ვერ ვარ განწყობაზე მაშინ რა უნდა ვქნა ჩემთვის პირადად საუკეთესო და ისედაც ნებისმიერი წარმომადგენლებისთვის ვინც ამ კუთხით მუშაობთ უნივერსალური ფორმულა არის სუნთქვითი ვარჯიშები სუნთქვითი ვარჯიშები ისეთია ყოველთვის თან დაგაქვს არ შეიძლება დააქციოს არ გჭირდება ამისთვის ცალკე დრო იცი რა გავალ ახლა მე ვივარჯიშებ შემოვალ და სტრესი აი მოდით ერთად გავაკეთოთ მოდით ერთად გავაკეთოთ, მაგალითად, მოდი ერთი გავაკეთოთ სუნთქვაზე დაკვირვება, მანამდე მოდი მითხარით, აბა რომ სუნთქავთ, ახლა თქვენ ჩვეულებრივად, ოღონდ სპეციალურად ჩემთვის არის სუნთქოთ, სად ჩერდება თქვენი სუნთქვა? აი რომ ჩაისუნთქეთ, სად გაჩერდა? ოღონდ სპეციალურად არა, აქამდე როგორ სუნთქავთ? აი აქ, სადღაც. დიაფრაგმასთან თუ როგორ? არ ვიცი, სად გაჩერდა? შეიძლება ყელთანაც. შეიძლება ყელთანაც, კი. აბა ეხლა კიდევ ჩავისუნთქოთ ისე რომ ყურადღება მივაღწევთ ღრმად კი და რამდენად გესიამოვნებათ კი ახლა ღრმად ჩავიდა უფრო გამათავისუფლა ნამდვილად ჩავასუნთქვა აქვს მსგავსი ეფექტი კი ასევე შეგვიძლია ჩასუნთქვა დაყოვნება და პირით ამოსუნთქვა. აი და უპირატესობა აქვს დაყოვნებას. ხო, რამდენი ხნით თან, სანამდე ვითვლით. 4-7 დააფასებ. 4-7-8 უნივერსალურ ფორმულას ეძახიან, მოდი გავაკეთოთ დაახლოებით, ახლა 4 წამი ჩასუნთქვა. დაყოვნება და ნელა პირით 8 წამის განმავლობაში დაახლოებით, 8 დათვლის განმავლობაში ამოსუნთქვა. აი ჩემს მონაწილეებთან ხშირად ვამბობ თავი სასიცოცხლო თურმე არ ვსუნთქავდით თურმე არ ვსუნთქავდით რა სწორია კამდეს მიყვარდით ხოლმე ხლა რა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სუნთქვითი წყლის მიღება სტრესის დროს იმიტომ რომ ჩერდება საერთოდ მთელი სისტემა როცა გარკვეული სახის სტრესის ჰორმონები გამოიყოფა ჩვენში და შემდეგ უკვე აღდგენით პროცესში ჰომეოსტაზის მდგომარეობაში რომ დავბრუნდეთ აუცილებელია სუნთქვა აუცილებელია წყალი აუცილებელია ფიზიკური აქტივობა თუნდაც სიარული თუ კი ვარჯიში ვერ ვახერხებ მე ამას ხშირად ვამბობ